მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, იუთუბელებო, გამომწარებო. მორიგი შეკითხვა, რომელიც შემოვიდა თქვენგან, არის ესეთი: რისი დროა ახლა მოქმედების ლოდინის თუ განთავისუფლების? და ვეკითხები კარტს. ორ ვარიანტზე, რისი დროა ახლა? პიროვნება ჩაიფიქრეთ, ადამიანი, ვისაც ფიქრობთ, რისი დროა ახლა მოქმედების? პირველი ვარიანტი ლოდინის თუ განთავისუფლების და მეორე ვარიანტი რისი დროა ახლა მოქმედების ლოდინის თუ განთავისუფლების. აბა ვნახოთ. პირველი ვარიანტი უწყება, რომ ეხლა ჯერჯერობით ცოტა ხანი გაჩერდით, იმიტომ რომ ეს არის პასიური ენერგია. აქ არის აუცილებლად გასათვალისწინებელი თქვენი, უნდა გადაავლოთ თვალი ყველაფერს და ანალიზი გააკეთოთ. აი ამ სიტუაციაში არ აქვს მნიშვნელობა პიროვნებაზეა, სიტუაციაზეა, საქმეზე, აი დაფიქრება არის საჭირო. ამ შემთხვევაში პირველი ვარიანტი, ხო? ჯერჯერობით გაჩერდი, დაფიქრდი, გაანალიზე და სულიერების კარტია. შეიძლება გჭირდებათ ადამიანი, ავტორიტეტი, იგივე სასულიერო პირი ან ვიღაც, ვინც წარმოადგენს რაღაცას, ავტორიტეტს იმ საქმეში, იმ სიტუაციაში და მისი, თქვათ, რჩევა გჭირდებათ. ყოველ შემთხვევაში უნდა დაფიქრდეთ. ცოტა ხანი, გაჩერება. ჯერჯერობით. პირველთან ესე, ახლა მეორე. რისი დროა ახლა მოქმედების ლოდინის თუ განთავისუფლების? აქაც ნახეთ არჩევანის წინაშე დგებით. სიტუაციამ, ადამიანმა, ვითარებამ დაგაყენათ არჩევანის წინაშე, მაგრამ გაითვალისწინეთ ერთი რამე, რომ ეს არის ჰარმონია, ხო? სიყვარული, 6-იანი, ეს არის პლანეტა ვენერა, აქ არის ჰარმონიულობა, თქვენ პარტნიორთან უნდა ჰარმონიული ურთიერთობა დაამყაროთ და შემდეგ უკვე გადახვიდეთ მოქმედებაზე. ჯერ ვერ განთავისუფლდებით, იმიტომ რომ დამოკიდებული ხართ პარტნიორზე, ეს არის პირადი თუ ისე არ აქვს მნიშვნელობა. პარტნიორობის კარტია კი დადებითი კარტია, მაგრამ არჩევანის წინაშე დგებით ყოველთვის და თქვენი არჩევანი თქვენზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში ესეთი ინფორმაცია მოვიდა ამ კითხვაზე.